ემილი დიკინსონი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ინოვაციური ამერიკელი პოეტია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოცხლებში მხოლოდ რამდენიმე ლექსი გამოქვეყნდა, მის ნაშრომები პოსტუმურად დიდი აღიარებით სარგებლობს და დღესაც დიდ გავლენას ახდენს ლიტერატურაზე. ემილი დაიბადა 1830 წლის 10 დეკემბერს ამჰერსტში, მასაჩუსეტსში. დიკინსონის ოჯახი გავლენიანი და განათლებული იყო. მისი მამა, ედუარდ დიკინსონი, იურისტი და პოლიტიკოსი იყო. ემილის სწავლა დაიწყო ამჰერსტის აკადემიაში და მოგვიანებით ქალთა სემინარიაში, მაგრამ სწავლა არ დაუსრულებია. ემილი თითქმის მთელი ცხოვრება მშობლიურ სახლში, იზოლირებულ გარემოში გაატარა. მას უყვარდა ბუნება, კითხვა და წერა. მისი ლექსები შთაგონებულია ბუნებით, სიკვდილით, სიყვარულით და უკვდავებით. Because I cannot starve for death. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსია, რომელიც სიკვდილზე მისი განსაცრუფებელი და მშვიდი ხედვით გამოირჩევა. პოეტმა სიკვდილი წარმოადგინა როგორც კეთი გაწყობილი მაცნე, რომელიც მას ეწლით მოასვენებს. Hope is a thing with feathers. ლექსში დიკინსონი იმედ ფრინველთა აიგივებს, რომელიც მუდამ ღერის მიუხედავად ლევის hardships. I'm nobody, who are you? ეს ლექსი გამორჩეულია თავისი ირონიული და ინტროსპექტული ტონით. პოეტი ეჭქვეშ აყენებს პოპულარობის და საზოგადოების ცნობიერების მნიშვნელობას. A bird came down the walk. ბუნების უბრალო მოვლენის საოცრად ცნობიერი აღწერა. პოეტი აკვირდება ფრინველის ქცევას და მის თავისუფლებას. My life closed twice before its close. ლექსი ეხება დანაკარგს და იმ ცნობას, რომ სიკვდილი ემოციურად შესაძლოა სიცოცხლეშიც გვეწვიოს. Success is counted sweetness. ამ ლექსში პოეტი წარმატების ღირებულებას განსაზღვრავს მარცხის კონტექსტში. დიკინსონი გარდაიცვალა 1886 წელს მისი სიკვდილის შემდეგ. მისი და ლავინია დიკინსონი პოეტის უამრავ ხელნაწერს მიადგნა. 1890 წლიდან მისი ლექსები პოსტუმურად გამოიცა და დიდი პოპულარობა მოიპოვა.